ყვარელში სალოდბარო სკოლა გაიხსნა. მოზარდები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით ქართული ფოლკლორის თითოეულ დარგს უფასოდ შეისწავლიან. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები ძალას თბილისში გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ. ღონისძიებას კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. აღდგება ძირძველი და ძველთაძველი ტრადიციები, რაც ყოველთვის გააჩნდა ამ კუთხეს, ყვარელს, კახეთს ზოგადად. ეს პროექტი გაგრძელდება, ყვარელი დავიწყეთ კახეთის რეგიონში, გაიხსნება თელავში, გაიხსნება ლაგოდიაში. მნიშვნელოვანი პროექტია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურისთვის ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს. ამ ქალაქში აღიზრდებიან მრავალი მღერლები, რომლებიც იგალობებენ ეკლესიებში ქართული ტრადიციული გალობა დამკვიდრდება და სიმღერები რასაკვირველია. ეს ფაქტი თავისთავად მივიტიტებს იმაზე, რომ ფოლკლორი უკვე პრიორიტეტად იქცა და ყველა რეგიონში გაიხსნება ცოტა ხანში ესეთი სკოლა.